შეთანხმდა ვიდეოს უყურებ და ეს ვიდეო თუ შენს ფორიოზეა. ბედის წერის არკანში ამოდის შენი მდგომარეობა, იმიტომ რომ ფონი, რომელიც შენს ენერგიებში იყო, თითქოს ძალიან დამძიმებულია. დაკარგე სამსახური, დაკარგე ცნობიერება, დაკარგე ფხიზლად არსებობის შესაძლებლობა. დაკარგე დაკვირვების უნარი, დაკარგე სიღრმეების უნარი, დაკარგე საყვარელი ადამიანის კომუნიკაცია, დაკარგე უბრალოდ ყველაფერი რაც გაგაჩნდა და რატომ? იმიტომ რომ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში უბრალოდ პრიორიტეტად არასდროს ყავდა საკუთარი თავი. და რას ნიშნავს ეს? იქნებ კითხვები გაქვს, იქნებ გაინტერესებს, იქნებ აზრზე არ ხარ საერთოდ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ხო და დაჩაგე და კარგად მომეწონა, რადგან ამ ვიდეოში გაიგებ იმ წარასიმართლეს, რომელიც არასდროს უთქვამ შენთვის. და წარასიმართლე რა შემდგომარეობს იცი? იმაში რომ ყოველთვის გინდოდა და პრიორიტეტი ყოფილიყავი და რატომღაც არასდროს იღებდი პრიორიტეტად თავს და ვერ იღებდი სამყაროსგან ამას. რატომ? იმიტომ რომ შენ არასდროს აპრიორიტეტებდი შენს თავს. იმიტომ რომ შენ გაკლდა თავდაჯერება. იმიტომ რომ შეგეძლო რომ ყველას და ყველაფრის გამო საკუთარი თავი და ემოციები გაგეწირა. და შენ თუ ახლა ამიტოს უყურებ და კიდევ გიკვირს რატომ არ გაგიმართლა კონკრეტულ მომენტში. მე გეტყვი რომ იმიტომ რომ შენ არ ყოფილიყარ პრიორიტეტი შენი თავისთვის. და სამყაროსთვის პრიორიტეტები არიან ისინი, ვინც პრიორიტეტად თვლიან საკუთარ თავს. გადაახვია და საზეპიროთ ეს სიტყვები. ეხლა მოკლედ გაგრძელება. შესაბამისად ეს სიტყვები და ეს მდგომარეობა თუ გაიციგებს ეკანებს შენ ცხოვრებაში ამ სიტყვებს ძალიან მალე კომუნიკაციის შეცვლი, მარტოობიდან გამოხვა, გაგიმართლებს სიყვარულს, გაურკვევლობები დამთავრდება, ბედნიერება იქნება და საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახს შექმნი და გეყოლებათ პატარა შვილები, რომლებსაც ძალიან დიდი ენერგიის მოტანა შეიძლება თქვენთვის. მაგრამ ერთი ძალიან დიდი მაგრამ არის აქ. ბევრი საბანკო ვალდებულება და პასუხისმგებლობა თქვენს დაქვემდებარებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ მოდუნების თავი, დრო, ენერგია არ გაქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ძალიან დათრგუნულ, გადათავკულ, გადაპენტილ, გადაუარესებულ ენერგიებში ხართ, სადაც უბრალოდ საკუთარ თავს ებრძვით. და რა არის საკუთარ თავთან ბრძოლა თუ არა საკუთარ ეშხში, საკუთარ სიყვარულში, ვერ პოვნა საკუთარი ნანგრევებს. და შენ უბრალოდ საკუთარი თავი კი არ უნდა იპოვა, საკუთარი თავი უნდა შექმნა. ამ შექმნილის ნიადაგზე ის შენი ბავშვური მე უნდა იპოვა და შემდეგ წარსდგე აზღვაში იმ რაკურსით, რომ უბრალოდ ყველაფერი გაისიგრძეკანო და უბრალოდ ყველაფერზე მეტად შენი თავი შეიყვარო. არასდროს დააპრიორიტეტო სხვა ადამიანები და ახალი ეტაპი ამ რაკურსით დაიწყო. ეს იქნება ის ჯადოსნურობა, რომელიც მოგცემს იმ შესაძლებლობას, რომ ცხოვრებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მე კი მადლობას გეტყვი ყურადღებისთვის, მოსმენისთვის და უბრალოდ გთხოვ, რომ YouTube არხზე, როდესაც გავაკეთებ პოდკასტი და უკვე 3 ეპიზოდი დაიდო, დამარებოს, დამასაბსკრაიბო და დამასაპორტო, იმისთვის, რომ მე უბრალოდ არ გავჩერდე და გავაგრძელო ეს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ის რომ მე მყავს პოდკასტი და ის რომ ჩემი გადაცემა გავაკეთე. მიხარი ხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ და მთელი გულით გევადლიერებით იმისთვის, რომ უბრალოდ მოდიხართ ჩემთან კონსულტაციებზე. Bye.